უნგრულმა ტელევიზიამ TV2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომლის მთავარი რესპონდენტია ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და საქართველოზე როგორც ღვინის სამშობლოზე. საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა. სტუმართმოყვარეობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ის, რასაც ყველა სიამოვნებით ვაჩვენებთ. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება, აცხადებს პრემიერ-მინისტრი TV2 ინტერვიუში. სიუჟეტში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ჟურნალისტი ყურადღებას უთმობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებებსაც და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. დიდი გულშემატკივარი ვარ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს არასდროს ვტოვებ. საფეხბურთო თემებში აქტიურად ვარ ჩართული. მართალია საკლუბო ფეხბურთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გუნდი დინამო თბილისია, უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი. რა თქმა უნდა, ყველას ყავს საყვარელი უცხოური გუნდი. ჩემთვის ეს ბარსელონა. მათი თამაშის სტილი განსაკუთრებით მომწონს, აღნიშნავს ინტერვიუში ირაკლი კობახიძე. სიუჟეტის ავტორის შეფასებით, საქართველო არა მხოლოდ თვალწარმტაცი ბუნებით და კულინარიული საოცრებებით იპყრობს გულს, ის ასევე მდიდარია განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანებით. Önök tudják, hogy Grúzia mióta Georgia?